მშვიდობისა ძვირფასო ტელემაყურებლებო, დღეს 17 ივნისია, 4 შაბათი ეთერში ერთსულნების დილა სოფიო კუჭავასთან ერთად ყველას მშვიდობიან და ბედნიერ დღეს გისურვებთ. ახლა ვნახოთ საეკლესიო კალენდარი, შევიტყოთ თუ რომელ წმინდანებს იხსენიებს დღეს წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია, შემდგომ კი დაგებრუნდებით გადაცემის ანონსით და გამცნობთ თუ ვინ იქნებიან ჩვენი სტუდიის სტუმრები და რაზე შევაჩერებთ თქვენს ყურადღებას. 17 ივნისს წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია მოიხსენიებს წმინდა მენელსაცხებლედედებს, მართასა და მარიამს, მართალ ლაზარესდებს, წმინდა მიტროფანეს, კონსტანტინეპოლელ პატრიარქს, წმინდა მოწამეებს, ფრონტასის, სევერინეს, სევერიანეს და სილანეს, წმინდა მოწამე კონკორდის, წმინდა მღვდელმოწამე ასტის, ღირს ზოსიმეს, ბაბილონელ ეპისკოპოსს. დღევანდელი დღის მფარველი წმინდანების ლოცვით და მეოხებით უფალმა დაიცვას და დაიფაროს სრულიად საქართველო. ამინ. შეგეწიოთ დღევანდელი წმინდანების ლოცვა და მფარველობა, რაც შეეხება ჩვენს გადაცემას, თუ ვინ იქნებიან ჩვენი სტუდიის სტუმრები, როგორც ყოველთვის ტრადიციისამებრ გადაცემის პირველ ნაწილში შემგვერთდება მოძღვარი ნაძალადევში მდებარე ივერიის სკოლა წმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი ირაკლი კენკებაშვილი და მასთან ერთად ვისაუბრებთ თემაზე, როგორიც არის ეკლესია, როგორც გადასარჩენთა ერთობა, თუ რას მოიცავს და რას მოიაზრებს ეს სიტყვები თავის თავში, ამ ყველაფერს უკვე მამა ირაკლი გამგვიმარტავს, რა თქმა უნდა. რაც შეეხება გადაცემის მეორე ნაწილს, შემოგვერთდებიან სტუმრები, ანსამბლ ჯავარის წარმომადგენლები რუსთავიდან, ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი ბექა კაპანაძე და ლოტბარი ბესო მახათაძე, ასევე ბავშვები, რომელთა შესრულებითაც მოვისმენთ სიმღერას, შევიტყობთ მათ შესახებ, მათი წარმატებებისა და სამომავლო გეგმების შესახებ. წარმოგიდგენთ ასევე ინტერვიუს საპატრიარქოს ყოფილ თანამშრომელთან, საგარეო საქმეთა განყოფილების მდივანთან, ბატონ ბორის გაგუასთან. მოგეხსენებათ, როდესაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის აღსაყდრება მოხდა, იმ პერიოდში პატრიარქის რეზიდენცია გახდა ციონის ტაძრის ეზოში მდებარე შენობაში. ინტერვიუ სწორედ ჩაწერილია საპატრიარქოს ძველ რეზიდენციაში და ბატონი ბორის გაგუა ბევრ ძალიან საინტერესო ამბავს იხსენებს. ინტერვიუს შემოგთავაზებთ გადაცემის დასკვნით ნაწილში, ასე რომ დარჩით ჩვენთან ერთად, თვალყური ადევნეთ ჩვენს გადაცემას. ახლა კი ვნახოთ ამინდის პროგნოზი, შევიტყოთ როგორი ამინდია დღეს თბილისსა და მთელ საქართველოში და დაგებრუნდებით მოწყართან ერთად.
დავბრუნდით პირდაპირ ეთერში მოძღვართან ერთად ნაძალდევში მდებარე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი ირაკლი კენკებაშვილი შემოგვერცდა და როგორც მოგახსენებთ ჩვენი საუბრის თემა იქნება ეკლესია როგორც გადასარჩენთა ერთობა. დილამშვიდობის მამა ირაკლი დაგლოცით. მოგესალმებით, უფალმა დაგლოცოს და გაგვაძლიეროს ღმერთის სამშობლოს და ერთმანეთის სიყვარულში. ამინ. მამა ირაკლი თემა უკვე დავასახელი თუ რაზე მოგვიწევს საუბარი და როგორც ყოველთვის ვამბობთ ხოლმე ჩვენ გადაცემის მეშვეობით ასევე წმინდა მამები ის რომ ჩვენ ერთობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს შეიძლება ადამიანი ცალკეც ლოცულობდეს რა თქმა უნდა მაგრამ ეკლესია სწორედ არის იმ ადამიანთა ერთობა რომელთაც გადაწყვეტილი აქვთ ის, რომ უფლისაკენ სავალ გზას შეუდგნენ და მიუხედავად სხვადასხვა სირთულისა, მაინც არ დაბრკოლდნენ და ღირსეულად გააგრძელონ სვლა. რა მნიშვნელობა აქვს ზოგადად ამ ერთობას, მამა ირაკლი და რა იგულისხმება ამ სიტყვებში, როგორც გადასარჩენთა ადგილი ეკლესია? დიახ, პირველ რიგში ნაღვნიშნოთ, რომ რა თქმა უნდა ეკლესია იწოდება როგორც ძალიან მარტივი პრიმიტიული გამარტებით, როგორც მორწმუნეთა კრებული. ერთობა, როგორც თქვენ ბრძანეთ. მაგრამ ეს არ არის მისი სრულყოფილი და მისი მნიშვნელობის ფუნქციის გამოხატველი გამარტება, თუმცა ვიცით რომ ეკლესია ერთია, ჩვენ წამშიც გვიწერია ღვთი გამოცხადებული სეციური სწავლება ეს ვიცით, მაგრამ ასე ყველა ადამიანს შეუძლია адам და ჯგუფს თავის თავს ეკლესია დაარქვას, გარკვეული რწმენილი გაუნდათ გაერთიანდნენ და რასაც აკეთებენ ზოგი რელიგიაც არქმევს თავის თავს ეკლესიას გარკვეული განშტოები, მაგრამ ეკლესია ერთია და ჭეშმარიტ მართლმადიდებლურ ეკლესიაზე საუბარი ბუნებრივია. მაგრამ აი თავარი მაინც ეკლესიის ფუნქცია მნიშვნელოვნად გამომდინარე მისი სახელის გამარტება, რომ აი სადაც ჩანს დღევანდელი გადაცემის თავარი თემის შინაარსის წოდებაც როგორც გავაცხადეთ, გადასარჩენთ. ანუ ეკლესია თვითონ სიტყვა მოვდენას ბერძნული ზმნა ესეთი არსებობს ეკკალეო. ეს ნიშნავს მრავალნაირი გამარტება აქვს ახლა ბერძნული ენიდან კონტექსტიდან გამომდინარე, რეალურად ნიშნავს რომ ისე მოწოდება ადამიანის გამოხმობა, მოხმობა, სწორედ რისკენ გადარჩენისაკენ. და ჩვენ აი გადახვევას გავაკეთეთ თქვენს დემბართვით რომ არათერ აგვიღიშნავთ თქვენს ეთერში რომ როცა საკვირაო სახარების გამარტებაზე გახდით მეს და მრავალჯერ აი კვირის სახარება ძალიან მნიშვნელოვანია და მორწმუნეს აქონეს დიდი ყურადღება მიქცეული კვირას წირწირვას წაკითხული სახარებისაკენ და ასეთი რჩევა და კურთხევა ეკლესიის მამებისგან რომ მთელი კვირა შემდეგ მორწმუნე აი ამ ამოკითხულ სახარებას უნდა უღრმავდებოდეს, გამარტავდეს, ანალიზებდეს და შემდეგ კვირამდე აი ფაქტობრივად ამითი უნდა ცხოვრობდეს და სწორედ დღევანდელი ჩვენი გადაცემის თემაც ენათესავება და ეხმაურება კვირას წაკითხულ სახარებას, როცა უფალმა მოუწოდა მოციქულებს, მათ დაუტევეს ბადენი, მას მამანი შეუდგნენ მას. და სწორედ იგივეს აკეთებს ეკლესია ყოველთვის, უფალი მოგვიწოდებს, ეკალეოს სწორედ ამას გულისხმობს, მოგვიხმობს უფრო აი გამოხმობა, გამოღვიძებისაკენ, რისგან გაღვიძებისაკენ, ცოდვას და დაღუპვას მიცემული ძილისაგან გამოღვიძებისაკენ. და ეს რომ რეალობა ძალიან მარტივად სამწუხაროდ აღნიშნავთ, რომ ცოდვას ისეთი თვისება აქვს ადამიანს, გონებაც აქვს ახლა ცოცხალიც არის აზროვნებს კი ბატონო ღვთისმკვლელობა, მაგრამ გადარჩენაზე აღარ ზუნავს. ეს ეშმაკის თავარი და პირველს გამარჯობა მიღწეულია სამწუხაროდ დღესაც ბევრში ცხოვრობდნენ გამომდინარე რომ ისინი არ ზრუნავენ გადარჩენისაკენ. სწორედ აი აქედან ამ დაღუპვის გზიდან გამოხმობა არის ეკლესიის მოწოდება, ეკლესია გამოღვიძებისკენ მოწოდება, თუმცა რა თქმა უნდა აქ იძულება არ იგულისხმება და არც ვინმეს ხილება ან განჯა და განკითხვა. და ადამიანები არ ფიქრობენ სამწუხაროდ ახლა ძალიან ბევრია ჩვენს გარშემო ახლობლობაშიც, ნათესაობაშიც, სამეგობროშიც ძალიან წარჩინებულნი გონებითი უნარებით თანამდებობაზე მყოფნი, მაგრამ უმთავრესზე არ ფიქრობენ. აი ეს არის წოდეთ სულის გადარჩენისაკენ ზრუნვას გულისხმობ. და ეს ცხოვრება ისე გადის ბევრისთვის სამწუხაროდ, რომ მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ აღმოაჩენს, რომ თურმე ეს ცხოვრება მისთვის არ ყოფილა არაფრის მომტანი, არც მისი პირადული წარმატება, არც გარკვეული მეცნიერების შემეცნება და იქ სიღრმეებში ჩასვლა, არც გაგიკვირდება და არც შვილები, არც შვილიშვილები, არაფერი გარანტია არ ყოფილა, არც არაფერს მშობა არ ქონოდა ღვთის წინაშე ადამიანი სულიად განკითხვისათვის წარდგება. ამიტომაც ეკლესია სულ ამას მოუწოდებს მორწმუნეებს, რომ გამოიღვიძონ, შეუდგნენ გადარჩენის გზას. ადამიანები სამწუხაროდ კმაყოფილდებიან იმითი რისი უნარიც შენდობას ვითხოვ, რომ ღმერთისაგან მიეცა ფრინველსაც და ცხოველსაც, კერძოდ ჭამისას, მისა და რეპროდუქციული უნარის, ანუ თავისი მსგავსი გაჩენისა გამრავლების. და დღეს ვაკვირდებით, რომ ბევრი ასე ცხოვრობს.
სამწუხაროდ კი ბატონო ეს გამრავლება ძალიან კარგია შვილი თლათ უკეთესი სამსახური, მაგრამ ყველაფერი აქ დარჩენადია. მარადიული მხოლოდ და მხოლოდ სულია, რომელიც ღმერთთან ურთიერთობაში უნდა პოვებდეს თავის რეალ გადარჩენის გზასა და ხსნას და ხსნის საშუალებას. და ამას არ აკეთებენ, თან ავინ არ აკეთებენ, უფრო მძიმე მდგომარეობა, როცა ამ შემთხვევაში ვაწევთ ქრისტიანთა რიცხვში, რომლებმაც რეალურად ასე უნდა იყოს გაიგეს ამის ყველაფრის აზრი მნიშვნელობა, მოინათლნენ, წარმოიდგინეთ ქრისტეს ეკლესიას ისინი უკვე შეუვარდნენ. ისინი უკვე გადასარჩენთა ერთობლიობას წარმოადგენენ, მაგრამ სამწუხაროდ საქმით აღარ აგრძელებენ. და ეს არის ძალიან დიდი ჩვენი დროის ტრაგედია მე ვიტყოდი, თუმცა ყველას აქვს რა თქმა უნდა დრო სანამდე ხორცე ცოცხლობრივად რომ ეს შეცვალოს, მაგრამ უნდა შეცვალოს ადამიანმა. და ეს ძალიან დიდი პირობაა, ჩვენ ჯერ კიდევ აი დასაწყისზე უნდა მივიდეთ, რასაც ქვია, როცა ადამიანი ინათლება, ხა დღეს მადლობა აღმოჩნდა, ხა ცუდი კი არ გადასარჩ ჩვილები ინათლებიან, მაგრამ ნათლობის ნათლის პირით ამოწევენ, ამას პირდებიან, მაგრამ ვის პირდებიან? ნუ ზასწრებით ინათლებიან. ღმერთს უდევენ აქ მას პირობას წარმოიდგინეთ, ხა ყველას გვახსოვს ჩვენ ნათლად ვარ გვახსოვს, ადრე მოინათლეთ, ხო მოგვინათლავს ვინმე დავსწრებულად, რომ ნახეთ სასულიერო პირი სამჯერ ამოწმებინებს სამგზის შეუდგებია ქრისტეს, ის ამბობს შეუდგები, ანუ ქრისტეს ეკლესიის თანაზე არ ხვდები. ხოლო სამჯერ სამების სადიდებლად თეორიული ჰიპოსტასის განსაზღვრება ეკითხება სასულიერო პირი, შემდეგ როცა უკვე ესეთის ხოჭახი შედგომილ ხარა, ანუ ხო გესმის აი თელი აზრი აქვს ჩადიდი სიბზნე ხა ნათლობის გამარტება შორს აღვიყვანს და ამ დერგზის უმოწმეს მორწმუნე წარმოიდგინეთ რომ შეუდგა ქრისტეს ეკლესიური ცხოვრება დაიწყო რეალურად მოინათლა რაოდენი ქრისტეს მიერ ნათლები იღებეს ქრისტე შეგვიმოსიეს და სამწუხაროდ ბევრი სულიერი ცხოვრება, ეკლესიური ცხოვრება გადასარჩენთა რისკში ჩადგომა თავდება მოსნად ემბასთან. და ეს არის ძალიან დიდი ტრაგედია ჩვენისა. ძალიან ხშირად ისმება ხოლმე კითხვა, რომ რამდენად მართებული არის ჩვილის მომართვა მონათლა მაშინ, როდესაც ის არ არის თქვათ კონკრეტულ მომენტში ცნობიერი ხო, ანუ არ იცის უბრალოდ რა ხდება მის თავს, ნათელს იღებს გასაგებია, მაგრამ რაზე ამბობს უარს, ვის უერთდება და ასე შემდეგ. მხოლოდ მონაცვლული არის, მაგრამ ამ ყველაფერს მე მოგვიანებით ასაკში, გვიან ასაკში ხვდება, ხო? რამდენად სწორი არის ჩვილის მომართვა? რამდენად სწორი, აუცილებლად სწორი არის, უბრალოდ ამას ამბობენ არა სკეპტიკოსები, არამედ კრიტიკოსები და ეკლესიის მტრები რეალურად, თუმცა ზოგი რაღაც სხვადასხვა მიზეზი თითქოს ჩვილს უფლებების მომზრუნავი ადამიანები, რა თქმა უნდა, სიცრუეა, უბრალოდ ეკლესიის ისტორიაში თავიდანვე არ იყო ჩვილთან ნათლობის ტრადიციას უნდა ვახსენოთ, პირიქით კათაკმელთა ინსტიტუტი არსებობდა, დადგინდებოდა და მთელი თავის ისტორიები აქ ძალიან დიდი თემა შორს აღვიყვანს, რატომ შემოიღო ეკლესიამ ჯერ კიდევ პირველ საუკუნეებში ქრისტეს ეკლესიაში ჩვილთა შემოსვლა, იმიტომ რომ ხდებოდა ჩვილთა უეცარი გარდაცვალება, მაშინ მით უმეტეს საერთოდ ძალიან დაბანიშვილზე იყო მედიცინის არ იყო ექიმები და უბრალოდ ინფექციური დაავადებებიც კი ათასობით და ასეულს ადამიანს შეიწირავდა. და ჩვენ ვიცით რომ ქრისტეს სიტყვებით რომ უკვე კაცმა ნათელი არ აიღოს, ანუ მეორედ არ აიშვას, მას წყლითა და სულითა მას სასუფეველი ვერ იხილოს. ამიტომ ერთგვარად თავდაზღვის მიზნით გასაგებია იყოს, იმიტომ რომ არ მოხდეს ჩვილის უეცარი გარდაცვალება, ინათლება ჩვილი. მაგრამ ეს ძალიან კარგი ტრადიცია, იმიტომ რომ არ თუ იმას ხა უფლების დარღვევა გონია, ეს არაფერია, ეს ბავშვს არ უშავებს არაფერს აბსოლუტურად, რომ ძალიან ცუდად ვიზახ, მაგრამ მას შეუძლია რომ არც გააგზელოს ეკლესიის ცხოვრება, ხო იქ არავითარ ჩვენ არც ხელს არ ეხება ქრისტიანული ნათლობა, არც არავინ არაფერს არ აჭრის, როგორც იყო თქვათ წინა დაცვეთის შეუძლება ძველ აქმაში ეკლესიაში, რომ არავინ არ დაზარალდა, იმიტომ გარდა იმისა, რომ ციუწყაში გარიბანება, მაგრამ იქ ვინმე შეცივდა შეება გაცეული არავის არ ახსოვს, ხო? ამ უფლების დასვაზე ლაპარაკი ძალიან სამარცხვინოა, იმიტომ რომ ასე თუ მიუდგები ჩვენ რომ ბავშვმა არ იცის, რომ იქემა და არ უნდოდეს ქრისტიანობა, კი ბატონო, მაგრამ მაშინ ბავშვმა ისიც არ იცის ჩვილმა რომ საჭმელი რომ მოშვიდება და უნდა მაშინ არ ვაჭამოთ საჭმელი, ან რომ უნდა გამოუცალოთ, კი ვერ ხდება, ბუნა მაშვება გაუცომელ, მაშინ აღარ დავალოდოთ, სანამ თვითონ მიხვდება რომ საჭმელის შეჭმა უნდა მომზადებას შეძლებს და სანამ თვითონ გამოიწ ეს ხომ აბსურდამდე დადის, რა თქმა უნდა, ჩვენთა ტრადიცია ნათლობისა ერთ-ერთი უძველესია და ძალიან კარგი და ამიტომაც ეკლესია გვასწავლის რომ ბარემ ვისაგრილოს შემთხვევით მე 40 დღეს როცა
შოულები არ ნათლავენ შვილს, ისინი დიდად ცოდან ღვთის წინაშე და დიდად რისკავენ, ესეც უნდა ვთქვათ. რა თქმა უნდა, მეორე მოწყვეტს თავისი ახსნა აქვს, მომდინარე ეს წესი თვით ღვთისმშობელმაც აღას, თუმცა გაწმენდა არ ჭირდებოდა, დედის მიბრძანებასაც საკუთარი თავისი დატვირთვა აქვს და მნიშვნელობა აზრი, საკრალულია ეს 40 რიცხვის და რატომ რისკავენ და ეკლესიის წესს ახლა ვინც არის მორჩილება, ის თვითონ თავის თავს აკლებს თორე. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი სიბრძნით არის ამდენ საუკუნეში დაალაგებული, ხომ? რატომ რისკავს? იმიტომ რომ ყველა ჯვარი წერია, ხდება უეცარი გარდაცვალება ბავშვებისა და უბრალოდ მერე ეკლესია ვერაფერს ვეღარ აკეთებს და რატომ უნდა უნდოდეს არც მშობელს რომ მონათლავი ყავდეს ბავშვს და არ მესვის იმიტომ რომ არაფერი არ უშო და პირიქით მას ენიჭება ნათლის ანგელოზი ფარველი ენიჭო ჩვენზე ძლევა მოსილი და სულ მარადის მასთან მყოფი და ამაში ცუდი საერთოდ არაფერი არ არის მაგრამ დაუბრუნდეთ ჩვენ თემას რომ თვითონ ეს მოწოდება ადამიანისა ეს ჯერ კიდევ 60-დან იღებს სათავეს ეს ღმერთის ესეთი მიდგომაა როცა შექმნა იცით თქვენ ადამიანი ხატა თვისა ესეთი ძალიან საოცარი გამოთქმა რომ ადამიანი შექმნა ღმერთმა ხატა თვისა და მსგავსებისაკენ მოუწოდა იმიტომ რომ ხა ადამიანის დამსხვრევად არაფერი არის მაშინ რომ შეიქმნა ეს ღმერთმა შექმნა ერთგვარად ავანსად მისცა და რამხელა მადლი მისცა ხატებისა და ეს ხატება რომ მან გაამართლოს და მარტო გამართლების გამო ნიშანკი უნდა დაუწეროს ქრისტემ უნდა მიემსგავსოს თავის პირველ ხატს ანუ ღმერთს და ამისთვის მოწოდება მოუწოდა მას თვითონ სამოთხეშივე ეს ხდებოდა რა თქმა უნდა ღმერთის მადლით კურთხევით უფლის უშუალოდ კავშირით ადამიანთან და ევასთან ცოდვის დაცემად ბუნებრივია ხომ მათ ჰქონდათ დიალოგური კავშირი მამაშვილური კავშირი უფალი უხსნიდა უმარტავდა დაუღამებლა და დაუსრულად ამ მის მოწოდების მნიშვნელობას და წეს შემდეგ ცნებები რო არის აუცილებელი დაუწესა მორჩილებამ სიყვარულის გამოხატვის მიზნით როგორც ახლა შვილს მამა რო სთხოვს მორჩილს იმიტომ რომ არ უყვარს ეუფროსება კი არ იმიტომ რომ სიყვარული მისი გამოხატული ყოფილა დამტკიცებული იყო გარკვეული იმ აკრძალული ხის ნაყოფის არ მიღება შესაძლოა დრომდე და სწორედ აი აქ რომ დაიკარგა ეს კავშირი აქ რომ დაიკარგა ეს მსგავსებისკენ წარმატება იმის შემდეგ უკვე ქრისტეში წესრიგში დადგა ღმერთისთვის ადამიანის გადარჩენისაკენ მოწოდების უკვე მეცადინეობა და მოძღვრება და სწორედ ამას აკეთებს ღმერთი სამართლის დაკარგვის შემდეგაც არა უკვე ისე უშუალოდ კავშირში როგორც ადამიანებასთან რადგან როცა ადამიანს დაეცა ადამიანის ბუნება უკვე დაზიანდა, მას ადამიანს აევას აღარ შეეძლო ღმერთთან ამ სიახლოვეში ყოფნა, ამიტომაც სამოთხიდან რომ გამოიდევდნენ ეს მათთვის სასჯელიც იყო, მაგრამ მათთვის იყო ერთგვარად წამალიც, იმიტომ რომ ისინი უკვე ღმერთთან ცოდვის გამო უტანჯებოდნენ, უკვე გახდა აუცილებელი გარკვეული გზის გავლა რომ დააღდგენილი იყოს დაკარგული კავშირი. და ამ აღდგენის კავშირისკენ ღმერთის მარად მოუწოდებს ადამიანს ძველ აქმაში მრავალწმინდა ადამიანს უვლენდა ღმერთი წინა ასამეთყოლების სახით, მამამთავრების სახით, წმინდანების სახით ახალ აქმაში თავად ძეხვთვისა განკაცდა სწორედ ამის გამო მოუწოდა ადამიანს მეტის სიყვარულის მეტის სიდიადის გამო აღარ არსებობს თავად სამების მეორე ჰიპოსტასი ღმერთი ადამიანი გახდა იმიტომ რომ ჩვენთვის ადამიანი ენით გაეგებინებინა ადამიანმა ვერ გაიგო საბოლოო ჯამში ვერ ზეციური გამოცხადებებით რომ რა სურდა მისგან ღმერთს შეიძლება გაიგო მაგრამ არ გაიგო შეიძლება ვერან არ გაიგო ვერ გაიგო ეს სასწაული ესაც ღმერთი უვლენდა უამრავ ადამიანებს ვერ გაიგო ასეთი ღვთაებრივი პიროვნებების გვერდზე ყოფობით როგორიც იყვნენ ძველი აღთქმის წმინდანები და ამიტომ თავად ღმერთი ხდება კაცი და ადამიანს მოუწოდებს სწორად როგორც თქვით მოციქულებს იოანე ანდრია პეტრე იაკობი ასევე თვითონ თავად იესო ქრისტე ქადაგებდა რომ შეინანთად მოგიახლათ სასופველი ცათა და ადამიანს შეახსენებდა ცხონებისკენ აუცილებლობისკენ ამ სვლას და ამ კავშირის აღდგენის აუცილებლობას და სწორედ ამიტომაც მაცხვარი ძანებს რომ დავარსო ეკლესია ჩემსა ჭეჯოხიცანი ვერ ერეოდიან მას სწორედ ამიტომ დაარსდა ეკლესია არა როგორც შენობა არამედ როგორც მასში აღსწრებული საიდუმლოს მისტიური საიდუმლოების ძალით რომ ადამიანებს მიეცეს საშუალება რომ ჯერ გადასარჩეთ ერთობლივ შემოვიდნენ და შემდეგ იქ ღვთისმადლით შეწევნითა და ეკლესიის ზემოქმედებით კიდეც გადარჩნენ სასופველისკენ გზაზე მამა ირაკლი, როდესაც თქვათ ცდილობთ ჩვენ თითქოს რომ გარკვეულწილად ვიყოთ ქრისტესაკენ სავალ გზაზე, პატარა მცირედი დაბრკოლების შემდგომ თითქოს მაშინათვე უკან ვიხევთ. არადა ეს ყველაფერი ძალიან კარგად ვიცით რა გზა გაიარა მაცხოვარმა, ვიცით რომ ჩვენი ცოდვებისთვის იმისაც რომ გამოისყიდა ჩვენი ცოდვები თავად ეცვა ჯვარს ხომ, წმინდანთა ცხოვრებას ვეცნობით გამოგია მაინც ყოველ შემთხვევაში და რატომ ხდება მაინც თითქოს ასე რომ
თავს ვარიდებთ ამ ყველაფერს. საბედნიეროდ ბევრი არა, მრავალი არა, მაგრამ მაინც არიან ჩვენში, ხომ შეიძლება ზოგჯერ ჩვენც ვართ, რომ ხანდახან გვეზარება თუნდაც იგივე კვირა დღეს რომ წავიდეთ ტაძარში და ვაკლდებით ამ დროს სწორედ აი მერთობას და იმ გადარჩენის გზას, ასე ვთქვათ, რაც ასე მნიშვნელოვანია ჩვენთვის. და ყველაზე მთავარი ალბათ ის, რომ ხშირად გვეუბნებიან ხოლმე რატო საუბრობთ სიკვდილზე ხოლმე, ხო, მაგრამ მნიშვნელოვანი არის ის, რომ ვინაიდან ჩვენ არ ვიცით, როდის დადგება ჩვენი აღსასრული დღე, ხვალ გვეძლება საშუალება უფლისგან, ყოველი გათენებული დღე ძალიან დიდი მადლი არის ხოლმე და დიდი წყალობა უფლისგან, რომ გვაძლევს საშუალებას მოვიდანიოთ ის ცოდვები, რაც ჩვენ გვაწუხებს, ვინაიდან შეიძლება მომდევნო დღე არც გათენდეს ადამიანისთვის. აი ამ ყველაფერს თითქოს ვიაზრებთ, მაგრამ მაინც უგუვაგდებთ ამ ყველაფერს. თითქოს მაინც გვექნება დრო, რატომაც გგონია, რომ მარადიული სიცოცხლე გვაქვს ამ ქვეყნად მოცემული და ბოძებული. რატომ ხდება ასე? თქვენ როგორც მოძღვარი შეიძლება ხშირად გქონიათ ამ თემაზე საუბარი სულიერ შვილებთან. ხა ჩვენ ვახსენეთ ხა რა თქმა უნდა დასაწყისში ასე დავიწყეთ რომ ეს ყველაფერი ბოროტისგან არის ადამიანს სამ ცოდვა ეშმაკისგან არის ცოდვილი ყველა ეკლესიის ცოდვილი უცოდვილი გარავინია მაგრამ ცოდვის აი შეგუებას და ძილი ამას ქვია სასიკვდილოძის მიცემული კაცობრიობა ამას ესე ტოვებს ესე და ფიქრობს ეს პრობლემა არ არის გადადევს ამ ეკლესიაში მისთვის საკითხ მაგრამ თუ ყველაფერს ბოროტს უნდა ვაბრალებთ ერთ-ერთ პრაქტიკაში ჩანს რომ კიდევ მთავარი მიზეზი რაც მორწმუნეებს აძლევს ამ დაკარგული კავშირის აღდგენის საშუალებას ღმერთთან ნათლობის მერეც კი ღმერთის ეს მოსანენებელი ცოდვა პირველ აქედან იწყება ვისაგებლის შემთხვევით რომ როცა ეკლესიური ხდება ადამიანი რეალურად აღსარმაზერებელი პირველი რაც უნდა დაინახოს მოინანოს არის რომ ამდენი ხანი რომ გაატარა ეკლესიის გარეშე და ღმერთის უარყვის ღმერთის შეურაცხყოფა როცა დაპირდა და შემდეგ არ შეასრულა ხო ჩვენ ვინმე ისეთ ძვირფას პიროვნებას ზემდგომს თანამდებობის რამე დააპირდო და არ შეუსვოთ ამის გამო პასუხი მოგთხოვნა და შეიძლება ციხეში ჩასვან ადამიანი ყოველას ჯვარი წერია და როცა ღმერთს პირდება ადამიანი და იმ ღმერთს პირობას არ უწევს გონია რომ ძალიან მარტივად ესმის და არაფერი არ არის რა თქმა უნდა ძალიან ძიმეთ დაიჯება თუ არ გამოასწორა პიროვნებამ ეს მისი მიდგომა და მარტო ეშმაკს უნდა დავაბრალებთ ყველაზე დიდი რაც დღევანდელ ადამიანს უშლის ხელს ეკლესიაში მოსვლაში ეს არის ამასოფლის სიყვარული და დღევანდელი კაცობრიობა ქრისტიანებიც ასეთ მაღალ ნიშნულზე საკუთარი ეგოზე ზრუნვისა კომფორტისკენ სწრაფისა თავგადასავლების ძიებისა გართობისა დროსტარებისა ასეთი რამ წარმოუდგენელი იყო ყოველ დროში აფული ყოველ დროში იყო დიდრები ყოველთვის იყვნენ გართობის საშუალება ყოველთვის იყო რაც ჩამოთვალ ყველაფერს მაგრამ ამ დოზით და ამ ფორმით რაც დღეს არ მართლაც გასაკვირია არადა სწორედ ეს ხდება მთავარ დამოუკიდებლად ჩვენსა და ღმერთს შორის ურთიერთობისა. ამასაც გულისხმობს მაცხოვრებს და ბრძანებს რომ ამასოფლის სიყვარული არის მტერობა ღვთისა. თითქოს ძნელი და გასაგებია კავშირი ამ სიტყვებს შორის, მაგრამ სწორედ ამასოფლის სიყვარული ადამიანს არ აძლევს საშუალებას რომ მივიდეს ღმერთთან. და ეს არის ძალიან დრო დაფიქრდეს ადამიანი და ფიქრის დროსაც არ აძლევს ეს ცხოვრება. ყველას თავისი სიმართლე აქვს, რუტინა, სავალდებულებები თითქოს მოვალდებულება არა რომ ღმერთს შეპირდი და სიტყვა შენი სიტყვა აღასრულო. ხომ, მაგრამ რომ დაფიქრდეს ადამიანი მინდა ურჩიო ყველას რომ წარმოედგინეთ რომ თუ იმას გონია რომ მარტო ის რომ აქვს რეპროდუქციული უნარი, ჭამასმის ასე შემდეგ, თუნდაც მონათლულია, თუნდაც ჯვარს ატარებს, სიკეთეს აკეთებს, სულ ესე ამბობენ ხოლმე სულ სიკეთეს, მხოლოდ ღმერთი აკეთებს სახირით, მხოლოდ ღმერთია, მაგრამ და ეს თუ საკმარისი იქნებოდა, ამინდა რომ იქმა დაფიქრდეს ამის შესახებ ჩვენი სპენელის, მაშინ ხო შეიძლება გავანაძოთ ერთ ხარეს დევს რა 21 საუკუნოვანი აღარ საუბრობ ძველ აქმაზე და 60-ს და ცოტა ვისაუბრეთ 21 საუკუნის ტრადიცია მართლმადიდებლური სარწმუნოებისა, რომელიც აუცილებლად ცენტრალურ ადგილს უჭერავს ეკლესიას, ეკლესიურ ცხოვრებას. მაშინ რატომ შენდებოდა ამდენი ეკლესიები, რატომ ანგრევდა მტერი ამდენ ეკლესიას, ისე რა საჭირო იყო რა ისე ვერ მოსპოვდა ჩვენში წმენას. 21 საუკუნოვანი უწყვეტი ღვთისმსახურება, ეკლესია მარტო შენობა ვერ უშველის. ღვთისმსახურება იქ რომ მოქმედებს დაწესებული საიდუმლოებები, როგორიც არის ნათლობა, ზეთისხება, აღსარება, ზიარება ამ ცხოვრების 21 საუკუნის ტრადიციამ ფაქტია რომ შემოერან ვერ უარყოფს რომ ძალიან ბევრი წმინდა ადამიანი მისცა როგორც მიწას ასევე ზეცას რამდენი სავლე პავლეთ იქცა რამდენი ავაზაკი იცხოვდა და როგორ შეიძლება შენ იქ რომ შენი გზაც მიგიყვანს ცხოვრებამდე გადაგარჩენს და ეს გზაც მართალი ორი სიმართლე ვერ იქნება ან ეს ხალხი ცდება
ან შენ ცდები ხო და ხარ იმდენად შეუსაბამო და კონტრასტული აქვს შედარება როცა ამთხელა საუკუნე ტრადიცია ხო უნდა მიხვდე რომ ესე იგი იქ ჭეშმარიტებაა რა ხან ადამიანები რამდენი საათი წილოცაზე დგანან მარხულობენ ლოცულობენ არ შეიძლება რომ ეს ყველაფერი სიცრუეს ემსახურებოდეს და ამდენი საუკუნოვანი გამოსწორ ტრადიცია დაუგროვდეს შეუძლია და შენ ეხლა რაღაც შენ აღმოაჩინო თუ მარტო პირჯვის გადაწერის იმედი და სიკეთის კეთების იმედი და სხვა ცუდი არ გაუკეთო ამით თუ ცხონდები რეალურად აქ დგას ადამიანის ცხონების საკითხი ბოლოს აქამდე დავდივართ ადამიანის ხსნის საფრთხო განგებულება რომ აღსრულდეს აუცილებელია ეკლესიური ცხოვრება თუ არა ღმერთი ამას არ დააწესებდა და ამიტომაც შეუძლებელია ღმერთთან ვინმეს მისცა თუ არა ეკლესიური ცხოვრების შედეგად და სწორედ ეხლა დიდი პრობლემა შემდეგ მეરે იწყება რომ ეკლესიაში მისვლაც კი არ არის გადარჩენის გარანტი და ხა რაღაც ჩვენ საუბრობთ რომ ვინც საერთოდ ეკლესიაში არ მოსულა თქვენ წარმოვიდგინეთ თუ ეკლესიაში მყოფნი მაშინ სასულიერო პირნი არავის ჩვენი გარაგვა გარანტი მაინდამაინც შენ გაცხონებს თუნდაც შენი ლოცვა შენი მარხვა შენი ზიარება თუნდაც რეგულარული თუნდაც ყოველკვირეული ყოველდღიური გარანტი არ არის აზრიდან გამოსული იმათს და კარგავ განიკითხა რაღაცას რა თქმა უნდა ეს საკითხია მაგრამ სხვა თუნდაც არ აკეთებდი ამ ყველაფერს გარანტი არ არის და მაებიც რომელიც მართლა წმინდანი იყო ცხოვრებაში ისინი გოდებდნენ ცრემლს გულიდნენ რომ ნეტა ღმერთს თუ კი სათნო იყო ჩემი ღვაწლიო და ანუ თუ ეკლესიაში მყოფი ამდენ ტრადიციები არ მაძლევს გადარჩენის გარანტიას გადასარჩენებში ვინც არ არის იმათ რის იმედი უნდა გქონდეს ამიტომ ეკლესიაში ყოფობაც არ არის მაინც გადარჩენის გარანტია რა თქმა უნდა აქედან იწყება გადასარჩენთა ერთობლიობა შემდეგ უნდა გადაიქცეს გადარჩენილთა მაგრამ ამას ჭირდება ადამიანის პიროვნული ძალიან დიდი ძალისხმევა ლოცვა მარხვა სინანული რომ ეკლესიის მადლი სულად შეიცნოს და მართლაც მსგავსებისაგან წარემატოს მაგრამ სამწუხაროდ უმრავლესობა არ შედის ამ გადასარჩენთა რიცხვში და ძალიან ცუდად დასრულდება და ეკლესია თვითონ იმიტომაც დაარსდა ღმერთო ადამიანის შინაგან ფერის ცვალებას ემსახურება და ეს მთელი ცხოვრებისეული დროა და არ არის მარტო ერთჯერადი მარხვით ეს არ მიიღწევა არც ერთჯერადი ზიარებით ხო ამიტომ თავარია ვინც ეკლესიაში იმყოფება შეზრების დაგვარად ამიტომ გული უნდა გაუხსნას ღმერთს უნდა მეტად დაუახლოვდეს რომ იქნება ღვთისმადით კიდეს გადარჩეს და გადარჩენა ეკლესიის გარეშე შეუძლებელია სული ცხონების კუთხით საუბრობ ბუნებრივია მოგცა თავისუფლება მოგვანჭა თავისუფლება რომელიც დღევანდელ დღეს ნაკლებად არის სწორად გააზრებული და ჩვენ ამახვილებთ ხოლმე ამ საკითხზე ყურადღებას ხშირად და ალბათ ამ შემთხვევაშიც მნიშვნელოვანი იქნება ამ თემაზე ვისაუბროთ და გავამახვილოთ ყურადღება ვინაიდან სწორედ ამ თავისუფლებით იწყება რეალურად იმის გააზრება თუ რა არის ჩვენი თავარი დანიშნულება და ამ გადასარჩენთა სიაში მყოფები ასე ვთქვათ რომ ვიყოთ ხომ და გავიაზროთ სწორად რას ნიშნავს ქრისტიანული თვალსაზრისით თავისუფლება და როგორ არის კავშირში სწორად ამ სულის ცხონებასთან და გადარჩენასთან ეკლესიოდან დავამდილოთ მოვასწრებთ და ვიტყვით თქვენის ნებართვით რომ სწორედ ღმერთი როცა ადამიანის ცხონებას ეხება მისთვის ამაზე ძვირფასი არაფერი არ არის სახარება გვასწავლეს რომ ერთი მონანულის გამო მთელი ზეცა ხარობს ეს ახლა გაუგებარია ჩვენ გონებს იმიტომ რომ ერთი ცოდვილის გამო მონანე ცოდვილის გამო და მე ყველა ძვირფასია ღმერთის ადამიანის გამო შექმნა ღმერთმა სამყაროც და ყველაფერიც უქმნილება როგორც სამყაროს გვირგვინი ადამიანი და სწორედ წარმოიდგინეთ აი ამ ადამიანის ცხონებას ვეხება საქმე ამ დროსაც კი ღმერთი არასოდეს არ შეურაცხყოფს არ ბღალავს ჩვენ თავისუფალ ნებას აი თუნდაც მოწოდება ვახსენეთ რომ წარმოიდგინეთ ეკლესია დღეს აი დიდებულ პერიოდში ვცხოვრობთ ამდენი ეკლესია ამდენი გახსნილი ტაძრები ამდენი რასტორები მოქმედი ტაძრები ამდენი ღვთისმსახურება ამდენი ღვთისმსახური მადლობა რომელშიც ძალიან ბევრი ძალიან ღირსეულია ეკლესია თქვი ტელევიზია რადიო ბეჭდუთი რომელიც ღვთის სიტყვას ქადაგებს ეს არის გაწყინების ერთ-ერთი ფორმა ჩვენი ქვეყნისა და სოფლის ზოგადად, მაგრამ ვინ როგორ ეხმაურება და აქაც ღმერთი არ ძალადოს. მოგვიწოდებს ეკლესიის ფუნქციას და მის მიშებას ღმერთი არას არ არღვევს. იქ ზარების რეკვა იქნება, იქ ყველა წირვალოცვა იქნება, განსასწრები იქნება სიხარული, მაგრამ ადამიანი სამწუხაროდ ან არ ეხმაურება, ან უნდა გამოეხმაურება, უნდა არ გამოეხმაურება, ღმერთი არ აძალებს. და არა და როგორ გულდაცეწყვეთ ერთი წინა ეკლესიის მოძღვარი ბრძანებს, რომ შენდობას ვითხოვროთ ისე გასაგებად ამბობს, რომ დაფიქრდეო ღმერთი როგორი არასამართლიანი გამყოფი არისო ამ დროისა და ამ მოვლენისა. იმიტომ რომ ასეთ გამოთქმა რომ ღმერთი იმდენად სამართლიანია, ამდენადაც კასტმოყარეო, მაგრამ წმინდა იოანე ბრძანებს რომ უფრო მეც ვიტყვი, უფრო მეტად ღმერთი კასტმოყარე ვიდრე სამართლიანი. ადმე სიყვარული ხანდახან მის სამართლიანობასაც აჭარბებს, რას გულისხმობ, რომ წელიწადში 7 დღეა წარმოიდგინე და ღმერთი გეუბნება რომ 6 დღე იქმოდე მაშინ ყოველი საქმენი შენი. ანუ შენი საქმე მოაღასრულე, მოვალეობები, ვალდებულები, სამსახურებრივი, ოჯახური, მეგობრული, როგორც გნებათ. ერთი დღე არ უფლს ღვთისა შენის 6 შენ
ერთი ღმერთი ჭირდება. 24 საათია დღე-ღამეში. თავის დასვენებიან ძილიან და რამდენი საათი გაქვს, რაც გინდა გააკეთე, უფალი კარგს ზღუდავს, გინდა ცოდვა ჩაიდოს და რამდენი დროს ითხოვს ღმერთი თქვა თავის ლოცვების საკითხო, დილის ლოცვები ძილს 15 წუთი და 10 წუთი. ადამიანი ახერხებს, წარმოვიდგინე, რომ აი ეს დროც კი არ დაუთმოს და ღმერთს კი არ ჭირდება. თუნდაც დაუშვათ ღმერთს ჭირდებოდეს. ღმერთი გარდა კაცმოყარისა და ჩვენ მამის არის კაცრი მსაჯულის. ეხლა რო წავიდეთ მეფე რო წარმოვიდგინე, გითხრას რომ რო ეთქვა 4 დღე მე ან 3 დღე შენ უნდა გამოცხადდე კვერთხით. ყველა უნდა გამოცხადდეს ჩემ კარზე. არ მიხვიდოდი, ყველა მივიდოდა, იმიტომ რომ შიშის გამო, სიკვდილის შიშის გამო, პატივის განაციყოლ ექნებოდა, მაგრამ ღმერთმა ესეც არ ქნა. 6 დღე შენ 1 დღე მე და ადამიანი ახერხებს, წარმოიდგინეთ რომ ეს თავისუფალი არჩევანის რაც ღმერთმა მისცა ნებას გულისხმობს, თავის და საცხოვნებლად კი არა, დასახულბად აქციოს და ეს ძალიან ძლიერ მდგომარეობა, ასე რომ უნდა ვირწმუნოთ ღმერთი, რომელიც ეკლესიის ხოშე და მიეცემა ადამიანს წმენის სიდიადე, რომ ჩვენი სული გადავირჩინოთ, გარდაცვალვის შემდეგ თავარი ცხოვრება და მარადი უცხო სწორედ გარდაცვალვის შემდეგ იწყება და არა ამ ქვეყანაში ცხოვრების დროს ამდენ ხანს არ გაგრძელდეს ჩვენი ცხოვრება. ძალიან დიდი მადლობა მამირაკლი მურგძანებისთვის და როგორც ყოველთვის საინტერესო საუბრისთვის და განმარტებისთვის. შეგახსენებთ სტუდიის სტუმარი გახლდათ ნაძალდევში მდებარე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი ირაკლი კენკებაშვილი. ამასობაში 9 საათი შესრულდა, ერთად აღვავინოთ უფლისადებელი ლოცვა და შემდგომ დაგებრუნდებით გადაცემის სხვა სტუმრებთან ერთად დაგველოდეთ. Ideba mağaltaşı nomerco ამოუჩვენო, რომელი ხარ ცათაშინა, წმინდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვით არცა ცათაშინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა. პური ჩვენი არსობისა, მომეც ჩვენ დღეს და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენი, ვით არცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა. და ნუ შემიყანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან. რამე თუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება, მამისა, დაძისა და წმინდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. მიწყალემე ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უჯულოება ჩემი. უფროს განბანემე უჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან გამწმინდე მე. რამე თუ უჯულოება ჩემი მეუწყი და ცოდვა ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგწოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რათა განმართლე სიტყვათაგან შენთა და ზლოს ჯასა შენსა. რამე თუ ესე რა უჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშამე დედამან ჩემა. რამე თუ ესე რა ჭეშმარიტება შეიყვარე, უჩინონი და დაფარონი სიბნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მას ხორო მე უსუბითა და განწმინდე მე. განბანო მე და უფროს თოვლისაგან სპეტაკნე, მას მინო მე გალობაი და სიხარული და იხარებნე ძვალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველი უჯულოებაი ჩემნი ახოცე. გული წმინდა დაბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმინდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეცმე სიხარული მაცხოვარებისა შენისა და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე. ვასწავლე უჯულოთა გზანი შენი და უღმრთონი შენ და მოიქცენ. მიხსენ მე სიცხთაგან ღმერთო, ღმერთო ცხოვრებისა ჩემისაო. იხარებდეს ენა ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახვენ და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა.
რამე თუ უკვე თუმცა გენება მსხვერპლი შემცა მეტირა არამედ საყვერთხი არ აგთნდეს მსხვერპლი ღმრთის არს სული შემოსრული გული შემოსრული და დამდაბლებული ღმერთმა არა შეურაცხყოს კეთილი უყვა უფალო ნებითა შენითა სიონსა და აღეშენენ ზღუდენი იერუსალიმისანი მაშინ გთნდეს მსხვერპლი სიმართლისა შესაწირავი და ყოვლად დასაწველი მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზვარაკნი დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ ალილუია 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 დიდება შენ და ღმერთო ალილუია 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 დიდება შენ და ღმერთო ალილუია 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 დიდება შენ და ღმერთო ჩვენო დიდება შენ და ღვთისმშობელო ქალწულო გიხაროდენ მიმადლებულო მარიამ უფალი შენთანა კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა რამე თუ მაცხოვარი გვიშევ სულთა ჩვენთა უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო დავრუნდით პირდაპირ ეთერში სტუმრებთან ერთად შემოგვიერთდნენ ანსამბლ ჯავარის წარმომადგენლები რუსთავიდან და მათი შესრულებით მოვისმენთ სიმღერას ვიდრე ეს არაჩვეულებრივი ანსამბლი წარსდგება ჩვენს წინაშე მინდა ვთხოვო ლოდვარ ბესო მახათაძეს გაგვაცნოს ანსამბლი დილამშვიდობის ბატონო ბესო გმადლობთ მობრძანებისთვის თქვენ ჩვენ არაჩვეულებრივ სტუმრებს რომლების შესრულებასაც ცოტა ხანში მოვისმენთ გაგვაცანით თქვენი ანსამბლი რამდენი ხანი არაც ჩამოყალიბდა რა არის თქვენი მთავარი მიზანი როგორი არის რეპერტუარი და რამდენად შემართებით არიან თქვენი წევრები, ასე ვთქვათ. დილამშვიდობის მოგესალმებით, მივესალმები სრულიად საქართველოს. ძალიან გვიხარია, რომ თქვენთან ვართ გადაცემაში. ჩვენ ვართ ანსამბლი ჯავარი, ქალაქ რუსთავიდან. ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი არის ბექა კაპანაძე, ლოტბარები ბესიკ მახათაძე და გიორგი არახამია. ეს არის ქორეოგრაფიული ანსამბლი, რომელიც დაახლოებით 16 წელია არსებობს და სიმღერის და ფანდურის წრეები უკვე მეორე წელია რაც გავხსენით და ვსწავლობთ ქართულ ხალხურ სიმღერებს, საეკლესიო საგალობლებს, ასევე საფანდურო ნომრებს და გვინდა რომ კიდევ უფრო განვითარდეთ, კიდევ უფრო მოვიზიდოთ ნიჭიერი ბავშვები და ბევრი კარგი გეგმა გვაქვს ჩაფიქრებული, რომელსაც დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენს მოსწავლეებთან ერთად შევასრულებთ. შერეული ანსამბლია, როგორც ჩვენი მაყურებელი ხედავს, ნებისმიერ მსურველს შეუძლია რომ შემოგიერთდნენ, თუ არის განსაზღვრული ასაკი, ვთქვათ რა ასაკიდან უნდა შემოგიერთდნენ და როგორ ხდება მიღება მათი. ჯერჯერობით, რადგან მეორე წელი არის, ასაკი შეზღუდული გვაქვს და 8 წლიდან ვიღებთ მოსწავლეებს. თუმცა სამომავლოდ, რა თქმა უნდა, ვფიქრობთ, რომ ასაკობრივი ზღვარი დავწიოთ და 6 წლიდან მივიღოთ უკვე ბავშვები, რა თქმა უნდა, ბიჭებიც და გოგონებიც. მიღება ხდება, მოსმენას ვატარებთ და თუ ხედავთ, რომ ბავშვს რაიმე მცირედი მონაცემი მაინც აქვს მუსიკალური, ჩვენ ესეთ ბავშვს ვიღებთ. თუმცა ვისაც ვერ ვიღებთ, ესეც აუხსნით ამას ამ ყველაფერს, რომ ყველა ბავშვი ნიჭიერი არის. უდაოდ ყველა ბავშვი ნიჭიერია, მაგრამ შეიძლება მოსვლის მომენტში ვერ გამოავლინა თავისი თავი ბავშვმა და ესეთ ბავშვებს მომდენო წელს ისე ვაძლევთ საშუალებას, რომ კიდევ მოვიდნენ ჩვენთან და უფრო გაიხსნან და უფრო თამამად წარმოაჩინონ თავიანთი თავი.
რაც შეეხება რეპერტუარს, ახსენეთ, რომ ხალხურ სიმღერებს შეასწავლით და ასევე საგალობლებს. ხომ როგორ ხდება რეპერტუარის შერჩევა? რეპერტუარის შერჩევა ხდება მართალი გითხრათ ზოგ შემთხვევაში თვითონ ბავშვებთანაც ვათანხმებ რეპერტუარს, იმიტომ რომ ბავშვებსაც უნდა უხაროდეთ რას ასრულებენ და უნდა მოეწონოთ ბავშვებსაც რას მღერიან. ჩემი გემოვნებითაც რა თქმა უნდა მომაქვს სიმღერები, მაგრამ თუ შევატყე რომ ბავშვებმა ვერ მიიღეს სიმღერა, ამ სიმღერას ვიღებ რეპერტუარიდან და ვანაცვლებ უფრო ძირითადად მოწონთ ცოტა მხიარული სიმღერები, უფრო ესეთი პატრიოტული სიმღერები ძალიან მოწონთ, სადაც ტექსტი არის წამყვანი და საქართველოს შესახებ და ასე შემდეგ. დიახ, ვინაიდან მხოლოდ მელოდია არ არის თავისთავად აქ ტექსტსაც ძალიან, ლექსსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რაც თავისთავად უკვე აძლევს საშუალებას ბავშვს რომ გაიზარდოს თავისთავად იმ პატრიოტული სულისკვეთებით, რაც ჩვენ სიმღერებში ასე უხვად არის და მრავლად წარმოჩენილი. კონცერტებს რაც შეეხება, რამდენად ხშირად გიწევთ კონცერტების გამართვა და საომავლო გეგმები რო გითხრათ ამ მიმართულებით, დაგეგმილი გაქვთ თუ არა ღონისძიებები? წლის განმავლობაში ჯერჯერობით, რადგან 2 წლის ანსამბლი ვართ, ხშირი კონცერტები არ აგვაქვს, იმიტომ რომ მოსამზადებლად ჯერჯერობით დიდი დრო გჭირდება. თუმცა წლის განმავლობაში 2-3 კონცერტი მაინც გვაქვს სხვადასხვა ადგილზე. 3 დღის წინ მქონდა კონცერტი, სადაც კარგად გამოვიდნენ ჩვენი ბავშვები. და სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, გვინდა რომ გავააქტიუროთ მუშაობა საეკლესიო გალობის კუთხითაც. ეხლაც ვსწავლობთ საგალობლებს, მაგრამ ჯერჯერობით ცოტა რაოდენობა გვაქვს რეპერტუარში და გვინდა რომ გავზარდოთ საგალობლების რაოდენობა და შემდეგ უკვე რომელიმე ტაძარში ან მონასტერში წავიდეთ და მივიღოთ მონაწილეობა უკვე ღვთისმსახურებაში და შევასრულოთ ქართული ტრადიციული მრავალხმიანი საგალობლები. წარმატებებს გისურვებთ, რა შეგვისრულებთ რომ გითხრათ ბატონებს? შევასრულებთ აჭაროს სიმღერებს. პირველი ეს იქნება აკუნის სიმღერა, ესაკვანი ხარატული, რომელსაც გადავაბავთ უკვე აჭარულ განდაგანას. ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის, გისმენთ დიდი სიამოვნებით და გითხოვთ ეთერს. დაატყვეთ ჩვენი მაყურებელი.
ჩვეულებრივი იყო. ძალიან დიდი მადლობა. დარწმუნებული ვარ ჩვენი მაყურებელი ცეკვაც-ცეკვით გვისმენდა და თვალყურს გვადევნებ და დიდი მადლობა ამ არაჩვეულებრივი განწყობისთვის, რომელიც შემოიტანეს და აახმიანეთ ჩვენი სტუდია. წარმატებებს გისურვებთ. შეგახსენებთ სტუდიის სტუმრები გახდნენ ანსამბლ ჯავარის წარმომადგენლები რუსთავიდან და წარმომადგენლებთან ერთად, ბავშვებთან ერთად, ჩვენთან ერთად იყო ლოტბარი ბესო მახათაძე. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მობრძანებისთვის. რაც შეეხება ჩვენს გადაცემას, გრძელდება წარმოგიდგენთ ინტერვიუს საპატრიარქოს ყოფილ თანამშრომელთან, საგარეო საქმეთა განყოფილების მდივანთან, ბატონ ბორის გაგუასთან. მოგეხსენებათ, როდესაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორის აღსაყდრება მოხდა. იმ პერიოდში პატრიარქის რეზიდენცია გახდა ციონის ტაძრის ეზოში მდებარე შენობაში. ინტერვიუ სწორედ ჩაწერილია საპატრიარქოს ძველ რეზიდენციაში და ბატონი ბორის გაგუა ბევრ ძალიან საინტერესო ამბავს იხსენებს. ნახოთ ინტერვიუ. მისი უწმიდესობა და უნეტარესობა იყო ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს ერთ-ერთი პრეზიდენტი. ეს იყო 79 წელს აირჩიეს თუ 78-ში ზუსტად არ მახსოვს 83 წლამდე. ეკლესიათა მსოფლიო საბჭო, რომელიც აერთიანებდა ყველა ქრისტიანულ ეკლესიებს მსოფლიოს, ჰყავდა 6 პრეზიდენტი. სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლები. 91 წელს თუ 80 წელს ზუსტად არ მახსოვს პირველი დელეგაცია ეკლესიათა მსოფლიო საბჭოსი ჩამოვიდა საქართველოში თბილისში ოფიციალური ვიზიტით, ანუ თავის თანაპრეზიდენტთან. და პატრიარქი უკვე პრეზიდენტი იყო. და ძალიან თბილად მივიღეთ ყველაფერი, მათ შორის იყო ერთ-ერთი ქალბატონი, რომელიც იყო პირველი ქალი ეპისკოპოსი კანადის გაერთიანებული ეკლესიის. ეს პროტესტანტული ეკლესია არის. ძალიან ისეთი ყოჩაღი, ძალიან ისეთი ენერგიით ახსავსე ქალბატონი იყო. და რომ ჩამოვიდნენ, რომ მოვიდნენ პატრიარქთან მიღებაზე, ზუსტად აი ამ ოთახში იყო მიღება. ეს ქალბატონი სადღაც აქიჯდა სკამზე. მერე წავედით სიონის ტაძარში და გაგიჟდა ეს ქალი რა დღეში იყო სიონის ტაძარი, იმიტომ რომ სიონის გარშემო იყო რაღაცა საშინელი ბარაკები, ენით აუღწერელი რაღაცა ფიცრული პატარა სახლები, უამრავი ხალხი ცხოვრობდა, რაღაცა სარეცხი იყო გამოფენილი აქეთ-იქით, ტაშტები გამოტანილი, აქვე რეცხავდნენ, აქვე ნაგავი იდგა და რატო არისო ესეთ მოუვლელიო ეს საკათედრო ტაძარი, რომ ხარეთ ესეა და საბჭოთა კავშირი იყო, მაგათაც ჩვენი რაც ეს მოდათ, რომ გარკვეული შეზღუდვები იყო, ეკლესიას გარკვეული შეზღუდვები ჰქონდა და მთლად ესეთი კაი ურთიერთობა საბჭოთა ხელისუფლებას ეკლესიასთან არ ჰქონდა, მათ შორის საქართველოშიც. მაშინ მივედით სპეციალურად, იყო ესეთი მინისტრთა საბჭოსთან არსებული რელიგიის საქმეთა საბჭო, მე თუ არ მეშლება, მაშინ გივი მაისურაძე იყო ამ საბჭოს უფროსი. მივედით მთლად მაღალ, ასე ვთქვათ, დონეზე საბჭოთა საქართველოს კომუნისტური პარტიის და მაშინ არც ისე ბევრი ეს უცხოური დელეგაციები ჩამოდიოდნენ საერთოდ როგორც წესი და ეს ძალიან მაღალი დონის დელეგაცია იყო. და ეს ლოის ვილსონმა თქვა, რომ ჩვენო ყველაფრის შესახებო დავწერთო, როგორ ესე იგი ზღუდავთო თქვენ ეკლესიას, როგორ არ უვლითო თქვენ, ეს მარტო ეკლესია არ არის, ეს არის ასევე ისტორიული ძეგლი, ეს არის თქვენი ქვეყნის წარსული და რამე ქენით რამე მიხედეთ და მოაწესრიგეთ აქაურობა, იმიტომ რომ ჩვენ პირველი დელეგაცია ვარ და აწიო ხშირად ჩამოვლენო ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს წარმომადგენლები და ესე დატოვება ამის არ შეიძლება. ეს იყო რაღაცა ძალიან ისეთი სერიოზული ბიძგი, რომ მთავრობა მართლა მიაქცია მაგას ყურადღება. მერე ჩაერთო ეს ძეგლთა დაცვის სამმართველო იყო მაშინ და ეს ყველა ბარაკები რამდენიც ვიცი აიღეს, დააკმაყოფილეს მოსახლეობა თავისი
ამ მოთხოვნების მიხედვით რაღაცა საცხოვრებელი იმითი და აი ეს ქვაფენილი ეს ყველაფერი გარშემო დააგეს. ანუ უწმიდესი ძალიან კმაყოფილი იყო, იმიტომ რომ გალამაზდა აქაურობა, გაფარდოდა. რა თქმა უნდა, მე შემატეს, მე რამდენადაც მახსოვს, ის კედელი ააშენეს, იმიტომ რომ კიბეები სხვანაირი იყო ჩამოსასვლელი, მე მგონი მარტო ერთი კიბე იყო აქედან ჩამოსასვლელი. მაშინ საპატრიარქო ძალიან რთულ პირობებში იყო, იმიტომ რომ მთელი საპატრიარქო იყო ეს შენობა. ეს იყო უწმიდესის კაბინეტი და სამუშაო მისაღები ოთახი. და საძინებელი ოთახი და სასადილო ოთახი. ქვევითაც 3 ოთახი იყო, ერთი იყო ქორეპისკოპოსის კაბინეტი და ყველა მოდიოდა ქორეპისკოპოსთან. ერთი ოთახი იყო დედების ოთახი, სადაც ცხოვრობდნენ სამზარეულოდ და ერთი ოთახი იყო, სადაც იჯდა პატრიარქის მდივანი გრიგოლ მშვიდობაძე, რომელიც იყო სამი პატრიარქის მდივანი. მე რომ მოვედი საპატრიარქოში, რაღაც 80 წელს მიღწეული იყო და ძალიან ისეთი საინტერესო პიროვნება იყო, ბევრის მცოდნე, რაღაც მოსიარულე ესეთი არქივი იყო. მე მახსოვს, მე ერთხელ მეუბნება, რომ რაშია საქმე ბორის? ყველაზე გვიან თქვენ მოდიხართ სამსახურში. მოთხარი, გრიგოლი, სამაგერად ყველაზე ადრე მივდივარ. ხო, აი სწორიაო. მე ნახევარსაათში, მაიცა რა მითხარიო შენა, კარგად ეხლა გამიარკვიო, რას ქვია, ყველაზე ადრე მიდიხარ. ნანა იყო მაგის ქალიშვილი, რომელიც აქ მუშაობდა შიკრიკად. წერილები მოქონდა, პრესა მოქონდა, გაზეთები რაღაცა მიქონდა, იმიტომ რომ ფოსტა მაშინ არ მუშაობდა და მე მგონი საპატრიარქოს ფოსტას როგორც წესი არ ღებულობდნენ. უარს ამბობდნენ რაღაცა საპატრიარქოს ფოსტაზე და რაღაც იგზავნებოდა რაღაცა გზავნილები იყო სხვადასხვა რეგიონებში. იყო ორი ბეჭდავი, ციცინა ჟვანია და ბელა, ორივე ცალკე ბეჭდავდა მანქანებზე, იმიტომ რომ კომპიუტერი არ არსებობდა. მანქანაც ძველი იყო, ნიკოლოზის დროინდელი შავი რაღაცა რკინის. ერთი იყო პლასმასის, ბელას ჰქონდა ეს დიდი კარეტკი, აქეთ იმაშველოდა, სულ ეს ლენტი უფუჭდებოდა ახალ ლენტს სახვევდა. ერთი თამარა იყო ბუღალტერი, ერთი თამარა იყო მოლარე. სულ ჩხუბობდნენ ერთმანეთში. სულ რას ვერ იყოფდნენ, არ ვიცი. იყო კიდე რამოდენიმე კაცი და იყო საგარეო განყოფილება და ეს ბჭყალებში იყო. მე ვიყავი მდივანი განყოფილების, დოდო ველიაშვილი იყო ინგლისურის თარჯიმანი, დარეჯან ცხადაძე გერმანურის თარჯიმანი, ნიკა მჭედლიშვილი იყო მემატიანე, მიშა თარხნიშვილიც იყო მემატიანე, ყველანი ერთ ოთახში ვიჯექით და თამრიკოს კიდე უკან ქონდა იქ საწყობი. და იყო ერთი ტელეფონი გრძელი შნურით, რომ აი ესე დადიოდა და ყველა ამ შნურს ფეხს კრავდა, ზოგი ეცემოდა, ზოგი იმეშვებოდა. და ერთი ძალიან კარგი მომენტი მახსოვს. ანუ ხმაური იყო საშინელი. ჩვენ კიდევ ახერხებდით, რომ ვიჯექით რაღაცას, თარგმნიდით და რაღაცას. ყველა თავის საქმეს აკეთებდა. ხმაური თამარას დაურეკა ვიღაცამ ტელეფონზე. ეს არ დამავიწყდება და დაელაპარაკა ტელეფონით და მე ვუთხრა რომ ტელეფონი ჩამაწერინეო. მან უკარნახა ტელეფონის ნომერი, მაშინ მობილური არ არსებობდა, ჩვეულებრივი ტელეფონები იყო და დაამთავრა ლაპარაკი და მე ზის ანგარიშობს და ანგარიშობდნენ შჩოტებზე. დიდი ესეთი ხის ერთსაც და მეორესაც. კალკულატორი არ არსებობდა მაშინ. და თამარა ზის და აი ესე თმებს იჩეჩავს, საკროლები უკეთია რომ საიდანა მაქვს 221,000 ზედმეტი მანეთი მეებში, საბუთებში. ის მეორე თამარა ოთახის ბოლოში ზის. ესე იცინის ვერ ხდება რასა. ის კიდე თავს იკლავს რომ საიდან მოვიდა ეს ფული და კაიო მეწოდებიო ტელეფონის ნომერი რო გითხარი კი არ ჩაიწერეო შჩოპერზე ჩამოხვედი კი არ ჩაიწერა რაღაცას ანგარიშობდა და 22 10 34 221,000 რაღაცა მიაყო
ის თამარა ცალკე ყვიროდა, იმიტომ რომ სუკიო და კარი დაკეტეთ, კარი, იმიტომ რომ მოდიოდნენ ეს ფულები, მოქონდათ მანეთიანები, სამმანეთიანები, აი ესეთი მაგიდაზე და პატარა მაგიდა კარს რო გამოვა, ეს ფული გაფრინდებოდა. ყველანი ხტებოდით, ამ ფულს ვაგროვებდით, ის უდევდით. უწმინდესი იყო ძალიან ისეთი საინტერესო პიროვნება იყო. ძალიან ცნობის მოყვარე. აბსოლუტურად ყველაფერი აინტერესებდა და აი ესე ბოლომდე იცოდა ხოლმე ყველაფერზე მოძიებას ინფორმაციის, ანუ ესე ზერელეთ არ უყვარდა. ხა მე ვიმუშავე აქ 12 წელი პრაქტიკულად. არ მახსოვს მე რომ ვიღაცას დაუყვიროს, ვიღაცაზე ხმა აწიოს. ხდებოდა ხოლმე რომ მაშინ ერთი პერიოდი ძალიან ინტენსიური მიწერ-მოწერა ჰქონდა ჩვენ საზღვარგარეთთან, იმიტომ რომ უწმინდესი ახალგაზრდა გახდა ძალიან პატრიარქი. 45 წლის გახდა პატრიარქი და ქრისტიანული სამყაროსთვის ეს ძალიან ახალგაზრდა ასაკი იყო მაშინ. მე როგორც მახსოვს, სხვა მართლმადიდებელი ეკლესიების პატრიარქები უკვე საკმაოდ მოხუცებულები იყვნენ ასაკში და პატრიარქი თან ძალიან ისეთი ქარიზმატული იყო ფიზიკურად. ესეც თავის როლს თამაშობდა და ამ ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს პრეზიდენტი იყო. მე რეფორმატორი იყო, იცით? ახლა რამოდენიმე მღვდელმთავარი იყო მაშინ, მე როდესაც დავიწყე რაღაცა 10-მდე ალბათ, ხო? არც კი. სამღვდელო პირების ნაკლებობაც იყო. დიაკვნებიც არ იყვნენ, მღვდლებიც არ იყვნენ. სემინარია მაშინ არ არსებობდა, მერე გაიხსნა, აკადემია რა თქმა უნდა არ არსებობდა, უფრო გვიან გაიხსნა. მაგრამ რეფორმატორი იყო, ანუ მუდმივად იღწვოდა იმისკენ, რომ რაღაცა გაეუმჯობესებინა, რაღაცა უკეთესობისკენ შეეცვალა და ჩვენს გამოსდიოდა, რომ იტყოდა, ძალიან რთულად გადაიფიქრებდა, რაღაცას რომ დააპირებდა რაღაცის გაკეთებას, ბოლომდე მიიყვანდა. ხოლო მე იქიდან დავიწყე ლაპარაკი, რომ არ მახსოვს მისი, ასე ვთქვათ, ხმამაღალი ლაპარაკი. თუ რაღაცა არ გამომდიოდა, მაგალითად რაღაცის თარგმანს ვთხოვდა წერილის. ვერ მოვასწრებდი ხოლმე ამის თარგმანს, იმიტომ რომ ჩვენ ისე კი არ დაგვეთარგმნა, დაგვებეჭდა ის ქართულად და უკვე ნაბეჭდი ის მიკრული თავის წესი ჰქონდა, მოგვეტანა პატრიარქთან. ხანდახან ჩვენ გვაკითხებდა იმ დათარგმნ თვითონ კითხულობდა. ყოველთვის მეუბნებოდა ხოლმე, კარგი, ბორის, არა უშავს, ხვალ გააკეთეთ. ანუ ხვალ თუ ვერ გავდოს, ზედ გააკეთეთ. ერთხელ შენიშნოს თუ მოგცემ და მეორედ აღარ გავა. სულ ამბობდა თუ გასაგებია, უნდა გაეგოთ. ბევრი რამე გააკეთა, ბევრი აი გავიხსენეთ სინას მთის წმინდა ეკატერინეს მონასტერში დაჟინებით მოითხოვა ბიბლიოთეკაში შესვლა, იმიტომ რომ არ მახსოვს მე საიდანღაც ჰქონდა ინფორმაცია, რომ მართლა ჩამოინგრა იქ ბიბლიოთეკის შენობაში ერთ-ერთი კედელი, რომლის უკანაც იპოვეს ბევრი ხელნაწერი. მთავარეპისკოპოსი, სინას მთავარეპისკოპოსი დამიანე უმტკიცებდა, რომ არ არის ქართული ხელნაწერები, რომ ეს სომხური ხელნაწერებია. უწმინდესი უმტკიცებდა, რომ არა, მე ვიცი, რომ ქართული არის. აი წამოდით მაჩვენეთ. არა სომხური, არა წამოდით. მაინც მიაღწია იმას, რომ შევიდა და პირველი გრაგმილი, რომელიც აიღო, აღმოჩნდა ქართული. აი ამ დაჟინებული მოთხოვნით შემდგომ თხოვა ამ ბიბლიოთეკარს, რომ გაეკეთებინა ნუსხა ამ თვითონ იჯდა ბიბლიოთეკაში, თვითონ ხსნიდა ამ გრაგნილებს, რაზუარზე იყვნენ, იმიტომ რომ ყველანაირი იმას პოულობდნენ, რომ ხელთათმანები არა გვაქვს და ხელთათმანის არა უშავს უწველი მომეცითო, წველით გავხსნი, თვითონ პირადად ხსნიდა, ეს ქართულია, ეს სომხურია, ეს არ ვიცი სადაურია, მაგრამ ეს ქართულია, ნამდვილად ვიცი და აწერინებდა ამ სიას. ეს სია ჩამოიტანა მერე საქართველოში და მერე ორჯერ იყო მეცნიერების დელეგაცია წასული, უკვე რა თქმა უნდა, სინას მთავარეპისკოპოსის თანხმობით, ისინი მუშაობდნენ ამ წმინდა ეკატერინეს მონასტერში და ცხოვრობდნენ კიდევაც. პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ქართველი მეცნიერები
მუშაობდნენ წმინდა ეკატერინეს მონასტერში. მანამდე თუ იყო რაღაცა აღწერილობა ქართული ხელნაწერების, რომელიც სინას მთაზე წმინდა ეკატერინეს მონასტერში, არა ქართველის მიერ, ანუ ვიღაცა ინგლისელი, ამერიკელი მეცნიერებები მუშაობდნენ და სხვა შორის ზოგიერთი რაღაცა მე მახსოვს ზოგიერთი არასწორად მიაკუთვნეს ქართულ ხელნაწერებს, ამ დროს რაღაცა სხვა აღმოჩნდა. იმიტომ რომ ქართული სპეციალისტი პირველად ჩავიდა მერე, აი პატრიარქის ვიზიტის მერე ჩავიდა მეცნიერების დელეგაცია. მანამდე ქართველები არ ყოფილიყო. ყველაფერში ესე იყო. პრინციპული იყო იგივე ეკლესიების, ახალი ეკლესიების გახსნაზე. ხა მე მაგალითად ყოველთვის ვეუბნებოდი, რომ მე ბევრი რაღაცა არ მესმის მეთქი, რატო ხსნით ახალ ეკლესიას და ძველს მაგალითად არ უკეთებთ რესტავრაციას. ესეც დაძველდება ადრე თუ გვიანო და ის ძველს სახელმწიფო მოუაროს. ის კულტურის ძეგლი არის. ჩვენ ახალს ავაშენებთ. მერე ის ძველიო სხვაგან დგასო, ჩვენ ახალს სხვაგან ავაშენებთ. და მართლა ხა ჩემი მოგონილი ნამდვილად არ არის. ილია მეორე, როდესაც გახდა პატრიარქი, მოხდა ძალიან დიდი აღზევება ხალხის, რომელმაც დაიწყო ეკლესიაში სიარული. მათ შორის ახალგაზრდები, მაგალითად, ჩემი ბევრი მეგობარი იყო სტიქაროსანი. უბრალოდ მოდიოდნენ და ეხმარებოდნენ, იმიტომ რომ სტიქაროსანი არ ყავდა უწმინდეს. ბევრი მეცნიერი დადიოდა, იმიტომ რომ მან შეძლო ეს ურთიერთობა დაემყარებინა ბევრი მიმართულებით. ისტორიკოსები იყვნენ, ფილოლოგები იყვნენ, გეოგრაფიული ნაწარმოებების შესწავლა დაიწყო მაგალითად. იგივე მე ძალიან კარგად მახსოვს, მას იდეა ჰქონდა ტიხრული მინანქრის ტექნიკის აღდგენა. და ჩვენ ჩამოვიტანეთ ტიხრული მინანქარი, ანუ თვითონ მინანქარი ავსტრიიდან, შაუერის ცნობილი კომპანია არის ავსტრიული და ცოტა დაბნეულები ვიყავით, იმიტომ რომ აღმოჩნდა, რომ ეს შაუერი უშვებს სამი სახის მინანქარს. მინანქარი იგივე შუშაა, გამჭვირვალე, ნახევრად გამჭვირვალე და გაუმჭვირვალე. და რო კითხეს რომელი გინდათ, ყველა. ანუ ლურჯი არის მაგალითად 10 სხვადასხვა ლურჯი და 10-ვე არის გამჭვირვალე, ნახევრად გამჭვირვალე და არა გამჭვირვალე. ყველა. და შეგროვდა ძალიან ბევრი. მე მახსოვს აი თამრიკოს ჰქონდა საწყობში ყუთები ამ ნატეხებივით იყო. როგორც მოგეხსენებათ, ტიხრული მინანქარი ოქროზე ტექნიკა დაკარგული იყო. იმიტომ რომ ბოლოს რამდენადაც მე მახსოვს, სადღაც მე-17 საუკუნის ნიმუშები დაგვჭა ჩვენ ხელოვნების მუზეუმში და მე-17 საუკუნის მერე ბაჯაღლო ოქროზე ვეღარ აკეთებდნენ, იმიტომ რომ აი ეს ტექნიკა ყველა მინანქარი, ყველა ფერის ლღვება სხვადასხვა ტემპერატურაზე. მათ შორის გამჭვირვალე, გაუმჭვირვალე და ნახევრად გამჭვირვალე. მაგრამ მათი ლღვობის ტემპერატურა უფრო მაღალი არის, ვიდრე ბაჯაღლო ოქროს ლღვობის ტემპერატურა. შესაბამისად, აი ეს ტექნიკა თუ როგორ რჩებოდა ეს ტიხრები ამ ოქროს ზედაპირზე იყო დაკარგული. და მე მახსოვს რამოდენიმე ოქრომჭედელი უწმინდესმა სპეციალურად დაასაქმა, რომელიც მუშაობდა აი ამ ტიხრულ მინანქარზე. საბოლოოდ მიაღწია ამას. და მე მახსოვს პირველი მედალიონი, მე მგონი წმინდა გიორგის ჰქონდა, რომელიც უწმინდეს თვითონ ეკეთა. საქართველოში არ იყო ეტრატის წარმოება და ძალიან დაინტერესდა ამ ეტრატის წარმოებით. ესეც ვატიკანიდან წარმოვიღეთ ეს ეტრატი, იმიტომ რომ ჩვენ რასაც ვაკეთებდით ამ ხბოს ტყავზე ძალიან სქელი იყო და აი ამ თხელი დამუშავების ავიღო. ბევრი აინტერესებდა, მაგალითად აინტერესებდა სოფლის მეურნეობის განვითარება აინტერესებდა საქართველოში და ერთხელ დააპირა კიდევაც თხების ჩამოყვანა შვეიცარიიდან, იმიტომ რომ ის შვეიცარიული თხები
დღეში 20 ლიტრა რძეს იწველებდნენ. რაღაცას ჩამოქონდა, რაღაცა მცენარეების თესლები, რომ იქნებ ეს ძირითადად მარტყოფში ქონდა ეს სახლი და იქ საექსპერიმენტო სოფლის მეურნეობის ის ქონდა. რამდენადაც მე ვიცი. რელიგია, რადგანაც საბჭოთა კავშირის დროს იდევნებოდა, ჩვენ ძალიან მწირე რაოდენობა ქონდა დავითის, მაგალითად ლოცვანის, კონდაკის. პირველი ბიბლია გამოვიდა სტოკჰოლმში, ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი იყო, ეხლაც არის, ბორის არაპოვიჩი იყო, ამ აღმოსავლური განყოფილების ხელმძღვანელი და რამოდენიმე ქართველ მეცნიერთან ერთად მათ თარგმნეს თანამედროვე ენაზე ახალი აქტი. საკმაოდ წარმატებული თარგმანი იყო, რამდენადაც მე ვიცი, ანუ პირველი თარგმანი იყო ბიბლიის ნაწილის თანამედროვე ქართულ ენაზე. მაგრამ პრობლემა იყო ამ ახალი აქტის შემოტანის. ითვლებოდა არაკანონიერ ლიტერატურად, ანუ ცენზურა არ უშვებდა ამას. და მაგრამ რაღაცნაირად შემოვიტანეთ. შემდგომ უწმინდეს გაუჩნდა იდეა, რომ თუ გამოვიდა ახალი აღთქმა თანამედროვე ქართულად, რატო არ შეიძლება დავაბეჭდოთ საზღვარგარეთ, მაგალითად კონდაკი და დავითი და ლოცვანი, მაგალითად წალკე ან საერთოდ ბიბლია. შვეიცარიაში მან მოახერხა, რომ შვეიცარიის პროტესტანტული ეკლესიათა ფედერაციამ ლუკას ფიშერის თაოსნობით მოკიდა ამას ხელი, იშოვეს სტამპა, დაბეჭდეს და ჩვენიერ დღეს შვეიცარიაში მოგვიტანეს 105 ნაბეჭდი, ლოცვანი, დავითი და კონდაკი. შვენიერი გამოცემა იყო, ეს არ იყო თანამედროვე ქართულზე, უბრალოდ გადაბეჭდეს ძველი ჩვენ ჩავიტანეთ, გადაუღეს ფოტო და დაბეჭდეს ძალიან ისეთი კაი ხარისხის. ახლა როგორ უნდა წამოგვეღო? მაგრამ ვერ შემოგვატანინებდა. ჩუმად ვიდებდით ერთი ცალი აქ, ერთი ცალი აქ, ერთი ცალი იმაში, ჩემოდანში, ერთი ცალი იმაში. ხანდახან გვიმართლებდა ხოლმე, გაგვიმართლა, იმიტომ რომ უწმინდესი როგორც წესი, ჩვენ მოსკოვიდან დავფრინავდით, ერთადერთი საერთაშორისო აეროპორტი იყო შერემეტიო. უწმინდესი ყოველთვის გადიოდა VIP დარბაზიდან. და ჩვენ არ ვექვემდებარებოდით შემოწმებას, ასე ვთქვათ. ხანდახან მე ვექვემდებარებოდი, იმიტომ რომ უწმინდესი ხვდებოდა ვიღაცა მოსკოვის საპატრიარქოდან, როგორც წესი, მიყავდა სასტუმროში და მე პასპორტებით და ბარგით, იმიტომ რომ ბარგი იგვიანებდა, ვრჩებოდი აეროპორტში და მე ბარგით მივდიოდი ხოლმე სასტუმროში. ერთხელაც ესე დავრჩიმე ბარგით და მიპოვეს უკან დამალული რაღაცა, არა იყო, არ მახსოვს და რა გაქვთო უკან? თქვი არაფერი. Что у вас там? Ничего. А ну поднимите это. Რაღაცე ნახეს ეს რა არის? თქვენ საეკლესიო წიგნი არის, თქვენ საეკლესიო დელეგაცია არის. გაქვთო კიდეო? თქვი კი მეთქი. რა გინდათო? თქვი წავიღეთ და უკან მოგვაქვს. ამომაღებინეს ეს, გაგვახსნევინეს მთელი და მე ხო არ ვიცი, ხა მე ერთი ის ამაქვს ჩემოდანი და უწმინდეს ქონდა 10 ჩემოდანი და მე მაგას ვერ გავხსნით კი. რაც ჩემია, კი ბატონო ნახეთ, სხვას ვერ გავხსნი. ჩემთან რაღაცა იდო, რაღაცა 10 ცალი რაღაცა ეს დადეს, აღწერეს. ესე ნელ-ნელა ჩამოვზიდეთ ის. ისინი ჩამოდიოდნენ, ჩამოქონდათ ყოველ წასვლაზე, იმიტომ რომ ჩვენ ხშირად დავდიოდით უწმინდესი, როგორც მინიმუმ 2 ჯერ დადიოდა შვეიცარიაში, იმიტომ რომ ერთი იყო ცენტრალური კომიტეტის ხდომა და აღმასკომის ხდომაზე, როგორც პრეზიდენტი უნდა ყოფილიყო. გარდა მაგისა ოფიციალური ვიზიტები და ესე თანდათან ჩამოვზიდა. ძალიან მოწესრიგებული ადამიანი იყო. ძალიან ორგანიზებული იყო და უყვარდა ყველაფერში წესრიგი. ერთხელ
მე მგონი 1980-91 წელი იყო. პირველად ვნახეთ კომპიუტერი. ყველას ყვა ჩამოგვივარდა, პატრიარქსაც ძალიან გაუკვირდა, იმიტომ რომ მანამდე ბელა ბეჭდავდა მანქანაზე. და ერთხელაც გავისეირნეთ ქალაქში და შევედით ტექნიკის მაღაზიაში, ჟენევაში, შვეიცარიაში. გითხეთ რა ღირსო კომპიუტერია. აღმოჩნდა 300 ფრანკი, ძალიან კარგად მახსოვს. 300 ფრანკი იმ დროს იყო რაღაცა 300 ამერიკული დოლარი. გათანაბრებული იყო. არა ყოფილა ძვირიო, რატომ მეუბნებიან ყველანიო, რომ ძალიან ძვირია. არ არის ესეთი ძვირიო უსაშველო, შეიძლება საპატრიარქოსო ერთი კომპიუტერი კონდეს. თქვენ ნამდვილად შეიძლება ერთიც კი არა 10 უნდა კონდეს მეთქი. და აქ საერთოდ გაგებაში არ არის არავინ კომპიუტერის ერთად რა არის. ხოლმე პირველად ვნახეთ ეს კომპიუტერი და ფოტოც არის, სადაც ზის იქ ეკლესიათა მსოფლიო საბჭო ჟენევაში და ისეთი გაბწყინებული სახე აქვს, რომ ბეჭდავს იმას აჭერს და ეკრანზე ჩანს ნაბეჭდი. ნუ რა თქმა უნდა ლათინურად, იმიტომ ქართული შრიფტი იქ არისო. უთარგმნეთ, რომ იცის საქართველო რა არის, იქიდან ჩამოვედით. ნუ იმ კაცმა გამყიდველმა უთხრა ვიციო და იცის რომ ეს საბჭოთა კავშირი არის. თქვა ვიციო. ხო და უთხარით რომ აი საბჭოთა ტელევიზორი გვაქვს ჩვენო სახლში. ფერადი, რუბინი. კითხეთ, ეს რო შევერთოთ კომპიუტერი ჩვენ ტელევიზორს იმუშავებს? მე გადავთარგმნე. იმ კაცმა ვერ გაიგო. ფერადი ტელევიზორი გვაქვს რუბინი. ეს რო შევერთოთ ამას იმუშავებს? უთხარი უკვე. არ ეუბნებით. სწორედ, იმიტომაც არ ესმის. და ხელით აჩვენებს და ეუბნება თვითონ რომ ეს რო შევერთოთ რუბინი. Verstehen? გერმანული იცოდა. ბოლოს მოწყინდა თვითონ და პირველად გავიგე მაგისგან ეს სიტყვა, რამდენჯერმე მე იმეორებდა ხოლმე, როგორც აღმოჩნდა ყველაზე დიდი, ასე ვთქვათ, შეურაცხყოფა იყო, მაგისტრის შეურაცხყოფელი იყო ეს შტერიაო. რა უნდა მაგას მაღაზიაში და ნუ ეს ძალიან გული დაწყდა იმ საღამოთი ჟან-პიერ ჟორნო იყო ჟენევის პროტესტანტული ეკლესიის წინამძღვარი და ჟან-პიერ ჟორნოს უყვება ამას რომ კომპიუტერის ყიდვა გვინდოდაო და ძალიან გაუკვირდა და ხო მეთქი ვერ გავაგებინეთ ასჯერ აუხსენეთ და ხურიაო წავიდეთ მე და თქვენო ხვალო და იმას ვქნათო გავიგოთ რა მოხდაო და რომ მივედით მაღაზიაში მაგრამ ხო თქვა რომ ალბათ თუ ინგლისური არ იცოდაო წინდეს უთხრა და მე ფრანგულად თუ დაველაპარაკები ხო და სხვა ადამიანი იყო იქ მაღაზიაში და რა გინდოდათო და მე ვთხარი აი ეს კომპიუტერი ჩვენ ვკითხეთ იმუშავებს თუ არა საბჭოთა ტელევიზორთან თუ შევერთოთ და ემან ესე შეუხედა ეს ჟურნალს ესე მიყურებს რომ ვერ გაიგეს ორივე ძალიან დაიბნა ერთმანეთს უყურებენ მე შეუხედავენ და ეს ჟურნალი მეუბნება რომ ეს არ არისო კომპიუტერია აბა რა არის მეთქი ესო კიბორდი არის კლავიატურა ანუ ჩვენ კლავიატურას ვყიდვით ტელევიზორში შესაერთებლად და გამოვა კომპიუტერი. ის რომ არსებობს მონიტორი ცალკე, რომელსაც ვხედავთ და გვეგონა რომ მონიტორი არის ტელევიზორი, ჩვეულებრივი და ჩვენი ტელევიზორი ბევრად უკეთ გამოიყურებოდა ვიდრე მაგათი მონიტორი. და პროცესორი რო იყო ეს Pentium 1 იყო პირველი კომპიუტერი, რომელსაც ეს პროცესორი ქონდა აი ხელა 5 მაგიდის ქვეშ იმის არსებობა საერთოდ არც ვიცოდით თუ იყო. ანუ ჩვენ ვყიდულობდით ჩვეულებრივ კლავიატურას,
რომელიც გვეგონა კომპიუტერი, რომელსაც შევერთებდით ჩვეულებრივ ტელევიზორს ფერად, იქ შავ-თეთრი ჰქონდათ, შვეიცარიაში ჩვენ ფერადი ჰქონდა და ის იმუშავებდა როგორც ხომ. გიყიდითო კომპიუტერს ამ ჟან-პიერ ჟორნომ თქვა და არა ჩვენო კომპიუტერი არ გვჭირდება, იმიტომ რომ მაშინ აკრძალული იყო ამ კომპიუტერი. ბაო რა გინდათო მაშინ და ფაქსიო და ფაქსი გვიყიდეს. და ესეც იყო ძალიან დიდი ის იყო, რომ აი ერთი ქავალდი აქ შედიოდა, იქ გამოდიოდა ზუსტად იგივე და სწავლის. მე საინტერესო იყო, რომ უწმინდესის დროს აი ამ შვეიცარიაში ხშირმა ვიზიტებმა საკმაოდ დიდი ინტერესი გამოიწვია შვეიცარიაში საქართველოს მიმართ. და მაშინ დაარსდა ქართველ მეგობართა საზოგადოება შვეიცარიაში, რომელიც აერთიანებდა შვეიცარლებს. სხვადასხვა ასე ვთქვათ ჯგუფის შვეიცარლებს, რომლებსაც სხვადასხვა მიმართულებით ჰქონდა საქართველოსთან დამოკიდებულება. მაგალითად, ერთი ჯგუფი იყო ქართველოლოგების, ოდესღაც იყო ესეთი ქართველი კიტა ჩხენკელი, რომელიც ჩავარდა ომის დროს ტყვედ და შემდგომ დარჩა გერმანიაში და მათ შორის გრიგოლ რობაქიძე დაეხმარა მას გადასულიყო შვეიცარიაში. და შვეიცარია ნეიტრალური იყო. ცხოვრობდა ცურიხში და შემდგომ ცურიხის უნივერსიტეტში დაარსა ქართული ენის სექტორი, არა ფაკულტეტი. რა თქმა უნდა, მაშინ არავის არ აინტერესებდა ქართული ენა და ყავდა სამი მოწაფე ქალი. ერთი იყო იოლანდა მარჩევი, შვეიცარელი იყო, ლეა ფლური იყო ფრანგი და რუთ ნოიკომი იყო ასევე შვეიცარელი. შეყვარებულები იყვნენ ამ კიტა ჩხენკელში, გარდა იმისა, რომ ქართულში. ეს იოლანდა მარჩევი იყო საკმაოდ დიდარი შვეიცარული ოჯახიდან და საკუთარ სახლში მათ დაარსეს ქართული სტამბა, რომელსაც დაარქვეს მერანი ფერლაკი იყო ესეთი. ყავდათ ძაღლი, რომელსაც ერქვა მურა და სპეციალურად ამერიკაში შეუკვეთეს საბეჭდი მანქანა ქართული შრიფტით. პირველი საბეჭდი მანქანა იყო ქართული შრიფტით. ვეროტაიპერი იყო ესეთი ამერიკული კომპანია, რომელმაც სპეციალური შეკვეთით გააკეთა ეს მანქანა. აი ამ მანქანაზე მათ კიტასთან ერთად იმუშავეს და შექმნეს პირველი ქართულ-გერმანულ-ქართული ლექსიკონი, რომელიც დღესაც ითვლება ერთ-ერთ საუკეთესო გერმანულ-ქართულ ლექსიკონად. გარდა მაგისა, მათ თარგმნეს ვაჟა ფშაველა, ილია ჭავჭავაძე, უამრავი თანამედროვე, ანუ მაგათ გარშემო შემოიკრება შვეიცარლები, რომლებიც დაინტერესდნენ ქართული ლიტერატურით. ცალკე რადგანაც პატრიარქი იყო, უწმინდესი იყო ამ ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს პრეზიდენტი და ხშირი ურთიერთობა ჰქონდა შვეიცარიის პროტესტანტულ ეკლესიათა ფედერაციასთან, ცალკე ამ ეკლესიის ფედერაციის ხალხი შეიკრიბა ამ ქართველ მეგობრების ასოციაციაში. და კიდევ ერთი საინტერესო შტო იყო შვეიცარლები, რომლებიც გაურკვეველი მიზეზის გამო მე-19 საუკუნის დასაწყისში გადმოსახლდნენ საქართველოში. ეს იყო შვეიცარიის რეგიონიდან აპენცელი არის ესეთი რეგიონი, იქიდან იყვნენ წამოსულები ეს შვეიცარიელი. ეგენი ცხოვრობდნენ ძირითადად აი ამ გერმანულ სოფლებში, ამ ლილიანფელდში, როზენფელდში და იმაში, ბოლნისში და იმაში, ანუ გერმანელებთან ერთად დასახლდნენ. ანუ ეს იყო კიდე ერთი შტო გერმანელების, რომელსაც რაღაცა კონტაქტი ჰქონდათ საქართველოსთან, მათი შვილები. ამ შვეიცარიის ეკლესიათა ფედერაციამ საკმაოდ ბევრი რაღაცა გააკეთა საქართველოსთვის და საქართველოს ეკლესიისთვის. ძალიან გვეხმარებოდნენ ბევრ რაღაცაში. ჯერ ერთი ბევრი რაღაცა რა მაქვს ხედველობაში, რომ ბევრი კარი გაგვიღეს ჩვენ, როგორც აქ საქართველოში, ისევე საზღვარგარეთ. ძალიან დიდი სამუშაო პატრიარქმა ჩაატარა იერუსალიმში ჯვრის მონასტრის მიმართულებით.
იგივე მანამდე ძალიან პრაქტიკულად არ იყო კონტაქტი საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიასა და კათოლიკურ ეკლესიას შორის. პირველი შეხვედრა ფიზიკური საქართველოს პატრიარქსა ისტორიულად და რომის პაპს შორის იყო უწმინდესისა და იოანე პავლე მეორის შეხვედრა მანამდე რომში. რომში, იმიტომ რომ იერუსალიმში მიდიოდა და იერუსალიმთან ჩვენ მაშინ არ ქონდა დიპლომატიური ურთიერთობა და რომში ჩაფრინდა და იქ მივიღეთ ვიზები იერუსალიმის. სხვანაირად ვერ ჩახვიდოდი იქ. მაგალითად, მან გააკეთა ის, რომ რამოდენიმე ადამიანი გაიგზავნა რომში აკადემიაში სასწავლებლად. ხო, რეგენსბურგში გაუშვა რამოდენიმე კაცი სასწავლებლად გერმანიაში. იგივე კათოლიკურ ეკლესიის ინსტიტუტი იყო ეს რეგენსბურგის ინსტიტუტი. ანუ თანდათანობით ეს ასე ვთქვათ კონტაქტები, ეს ურთიერთობა გაღრმავდა და მე ვთვლი, რომ საქართველოს ეკლესიის საკეთილ დღეოდ. იმიტომ რომ ესეთი ის იყო თავიდან გეგმა, ეხლა არაფერი დასამალი არ იყო, იმიტომ რომ ქართველებს საბჭოთა პასპორტით არ შეესვლებოდათ იერუსალიმში. შესაბამისად იყო გეგმა, რომ ეს ბიჭები დაამთავრებენ აკადემიას, მიიღებენ ვატიკანის პასპორტს, რომელიც გზას გაუხსნიდა თავისუფლად იერუსალიმში შესვლას და იქ იერუსალიმის პატრიარქთან შეთანხმებით აღდგებოდა ქართულ ენაზე წირვა-ლოცვა. ეს მოხდებოდა თანდათანობით, ნელა-ნელა, ანუ ხალხის შეჩვევით. ანუ უწმინდეს ესეც ჰქონდა, რომ მას ჰქონდა პროგრამა მინიმუმი, მას ჰქონდა პროგრამა მაქსიმუმი. და ბევრ რაღაცას არ ამბობდა, მაგრამ მას თავიდან ბოლომდე ჰქონდა ზუსტად განსაზღვრული ის სცენარი, რომლითაც უნდა წასულიყო ბოლო შედეგის მიღწევამდე. და ეს აბსოლუტურად გააზრებული ჰქონდა და აი ამ გზას მისდევდა ყოველთვის ძალიან ისე პედანტურად, ძალიან აი ესე ნაბიჯს, რომ მერე დიდი რაღაცა შედეგი მიგვეღწია. უწმინდესი მთელი თავისი მოღვაწეობის მანძილზე მან შექმნა ქართული საეკლესიო ეპოქა. ანუ არაფრისგან ეკლესია აღორძინდა და მიაღწია იმას, რომ რაც იყო მანამდე და რაც მის დროს იყო როგორც დღე და ხანი. თქვენ ახლა უსმენთ საპატრიარქოს ყოფილ თანამშრომლს, საგარეო საქმეთა განყოფილების მდივან ბატონ ბორის გაგუას, რომელმაც არაერთი საინტერესო ისტორიები გაიხსენა მისი უწმინდესობის შესახებ და დამრწმუნებით, რომ ნამდვილად სასიამოვნოა იმ ფაქტების, იმ მოვლენების, იმ საინტერესო ამბების გახსენება, რომელიც სწორედ მისი უწმინდესობის პატრიარქობის პერიოდს ეძღვნება, ასე ვთქვათ, და უკავშირდება. ძალიან დიდი მადლობა, ვინც მომზადა ეს ინტერვიუ ჩვენს გადამღებ ჯგუფს და თქვენს დიდი მადლობა ძვირფას ტელემაყურებლებო იმისთვის, რომ ამ დროის განმავლობაში ჩვენთან ერთად იყავით და თქვენთვის ძვირფასი დრო დაგვითმეთ. ყველას კეთილ, სიკეთით სავსე, ბედნიერებით სავსე დღეს გისურვებთ. მადლობთ ყურადღებისთვის.